მლეთაში საგამოძიებო და სამძებრო სამუშაოები დღეს დასრულებულია. დილიდან სოფელში 50-მდე ექსპერტ კრიმინალისტი და მაშველი 12 წლის წინ გაუჩინარებული გურამ დადიანიძის კვალს ეძებდა. ადგილზე გაუჩინარებული ახალგაზრდა დედაც იმყოფებოდა. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ სამუშაოები მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება. უწყების ჯგუფმა სპეციალური ტექნიკით მლეთაში ის ადგილები შემოიარა, სადაც 2014 წელს ლომისობის დღესასწაულზე 17 წლის მოზარდის კვალი დაიკარგა. მას შემდეგ პოლიციამ ვერც ისიპოვა და ვერც ის დაადგინა, რა მოხდა და სად და როგორ გაუჩინარდა გურამ დადიანიძე. 12 წლის შემდეგაც კი საქმის გადახედვის გადაწყვეტილება პოლიციამ დედის ხელახალი მოთხოვნისა და საზოგადოების მწვავე რეაქციის შემდეგ მიიღო. ფორმულას ჟურნალისტი მარიკა ბოლქვაძე მუშაობს მლეთაში. ის აკვირდება სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების მიმდინარეობას, რომელიც ამ მომენტისთვის დღეს უკვე დასრულებულია. ის ახლა ჩვენს ეთერში შემოუერთდება და მოგუყვება არის თუ არა რაიმე სიახლე. ქვემო მლეთაში ლომისას სალოცავის მიმდებარე ტერიტორიაზე, იქ სადაც სავარაუდოდ მოწმეების ჩვენებებზე დაყრდნობით გურამ დადიანიძის კვალი უნდა იყოს, სამძებრო სამუშაოები სულ რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. მიმდებარე ტერიტორიიდან წავიდნენ აგრეთვე ის ექსპერტ კრიმინალისტები და საპოლიციო უწყების წარმომადგენლები, რომლებიც მთელი დღის განმავლობაში დილიდან მიმდებარე ტერიტორიას თავიდან იკვლევენ და იძიებენ. რამდენიმე წუთის წინ მიმდებარე ტერიტორია დატოვა ასევე გურამ დადიანიძის დედამ. აქ ახლა როგორც ხედავთ, ყვითელი ლენტით აღარ არის სალოცავის მიმდებარე ტერიტორია შემოსაზღვრული, შესაბამისად ნებისმიერ ადამიანს შეუძლია რომ ავიდეს და ნახოს მიმდებარე ტერიტორია. რაც შეეხება გურამ დადიანიძის დედის პოზიციას, მისი ემოციური მდგომარეობა საკმაოდ მძიმე იყო. ის მთელი დღის განმავლობაში ესწრებოდა სამძებრო სამუშაოებს, ასევე ექსპერტ კრიმინალისტებს და პოლიციელებს მიუთითებდა იმ კონკრეტული ადგილებისგან, რომელზეც ჰქონდა გაუჩინარებული არასრულწლოვნის დედას ეჭვი. მან ჩვენთან ვერ მოახერხა სრული კომენტარის გაკეთება მისი ემოციური მდგომარეობიდან გამომდინარე, თუმცა თქვა რომ უამინდობის გამო დროებით შეჩერდა სამძებრო სამუშაოები და სავარაუდოდ მომდევნო დღეებში, როდესაც განახლდება ეს სამძებრო სამუშაოები, ის კვლავ გააგრძელებს ექსპერტ კრიმინალისტებთან და პოლიციელებთან ერთად მიმდებარე ტერიტორიაზე ამოსვლას და აქ სამძებრო სამუშაოებისთვის დაკვირვებას. რაც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების ვერსიას, როგორც გითხარით, დატოვეს უკვე მიმდებარე ტერიტორია. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა გვითხრა, რომ დღეს სამძებრო სამუშაოების გეგმის მიხედვით, რაც ჰქონდათ გაწერილი, რა სამუშაოებიც ჩაატარეს, ეს ყველაფერი უკვე მორჩა, სწორედ ამიტომ ტოვებენ ახლა მიმდებარე ტერიტორიას და სავარაუდოდ ხვალ დილიდან კვლავ გაგრძელდება მიმდებარე ტერიტორიაზე სამძებრო სამუშაოები უკვე ფერდის სხვა მხარეს, სხვა ტერიტორიაზე. ძალიან ცუდად ვარ გეხვეწებით, აი ისი თქმა შეგეწიათ ჩვენს მიმდინარეობს. ამჟამად კი, იმიტომ რომ წვიმა დაიწყო და ისი არ შეჩერებულა. თვითონაც გამოდიან შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები. კი, სუყოლანი აქ არიან, სუყოლანი. გამოვლენ, შეჩერდა სამუშაოები. კი, მოდიან, თვითონაც მოდიან, იმიტომ რომ წვიმა და იქ უფრო მაგრა წვიმს. რამე ახალი გარემოება ხომ არ გამოიკვეთა, რამე ჯერჯერობით ვერ გეტყვით, გამოძიება მიმდინარეობს, მე არ მაქვს უფლება რომ წინასწარ რამე ვთქვა, ხელი შეუშალო. რა ლოკაციაზე რა დათვალიერდა რა ადგილი? ბევრი ადგილი დათვალიერდა, ხვალ უფრო ბევრს დაათვალიერებენ, თუ რა თქმა უნდა წვიმა არ მოვიდა. რაიმე ძალიან ცუდად ვარ, ბუდის მოგიხდი. დილის 8 საათიდან გავაგრძელებთ საგამოძიებო მოქმედებს. გაიხსნება ხალხსაც აინტერესებს მომლოცველებს. დიახ, გაიხსნება მომლოცველებისთვისაც, რომ დავტოვებ ტერიტორიას გავხსნით. კიდევ ერთხელ დილის 8 საათზე ის ჩაიკეტება? დილის 8 საათზე სავარაუდოდ სხვა ფერზე ვიმუშაობთ. დღეს რაც ქონდა გეგმაში, ის მოქმედებები ჩავატარეთ. ხვალ დილის 8 საათიდან გავაგრძელებთ საგამოძიებო მოქმედებს. გაუჩინარებული გურამ დადიანიძის სამძებრო სამუშაოები სავარაუდოდ ხვალ გაგრძელდება იმ შემთხვევაში, თუ ამინდი შეუწყობს სამძებრო სამუშაოებს ხელს. რაც შეეხება უშუალოდ მომხდარს, მაყურებელს შევახსენებ, რომ ეძებენ ახლა 12 წლის წინ გაუჩინარებულ 17 წლის არასრულწლოვანს გურამ დადიანიძეს. გუშინ გვიან ღამიდან დაიწყო სამძებრო სამუშაოები, რომელიც ღამით შეჩერდა, დღეს დილიდან კვლავ განახლდა და მომდევნო დღეებში სავარაუდოდ კვლავ გაგრძელდება არასრულწლოვნის სამძებრო სამუშაოები.